მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. მოგესალმებით ტელეკომპანია დროს საეთერო სტუდიიდან. ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს სახელწოდებით რეალური ისტორია. მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი ნუგზარ ვანიშვილი. მშვიდობა გქონდეთ, ღვთისწყალობა გქონდეთ, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ერთ-ერთი უძველესი ერი კაცობრიობისა, ცივილიზირებული კაცობრიობისა. მოგეხსენებათ, ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ერი ვართ, ვისაც სახელმწიფოებრიობა გააჩნდა ჩვენ წელთა აღრიცხვამდე. უკვე არსებობდა ქართული სახელმწიფო, უკვე არსებობდა ქართული დროშა, ქართული სიმბოლიკა, ჩვენ ერებს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყნებს, ჩვენს საერთო გაერთიანებულ ქართულ სახელმწიფოს ქრისტეშობამდე ჰქონდა, შეიძლება ითქვას, საკუთარი სარწმუნოება, კერპი, ღვთისწყალობით და ღვთისმშობლის წყალობით და მაღალი ღმერთის წყალობით პირველი საუკუნეშივე უკვე ქართულ ქვეყანაში, ჩვენ სამშობლოში ჩნდება ქრისტიანული ეკლესიები. მოციქულთა მოღვაწეობის შემდეგ მეოთხე საუკუნიდან სახელმწიფო რელიგია ხდება მართლმადიდებლობა. შევითარდებით და ვითარდებით. დღეს მიუხედავად აი ამდენი კატაკლიზმებისა, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვაქვს ეროვნული სიმბოლიკა, ჩვენ გვაქვს სათაყვანებელი ძვირფასი ქართული ენა, ჩვენ გვაქვს უამრავი სახელმწიფო, თუ კერძო სასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებელი, სკოლა და არაფერი არ არის დაკარგული, ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთ, ოღონდ ჩვენ გავბევრდეთ და ოღონდ ჩვენი თავმავლები იყვნენ განათლებულები, მოაზროვნეები, ეროვნულები, ფიქრობდნენ სახელმწიფოებრივად და იყვნენ ჯანმრთელები. ჩვენ დღეს მოვიწვიეთ სტუმრად გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, ძალიან გულანთებული ადამიანი, მკვლევარი გიორგი მაჭარაშვილი. მე მოხიბლული ვარ მისი ერთ-ერთი ლექციით, რომელიც ეხებოდა ეროვნულ სიმბოლიკას. გახლდათ ეს ლექცია ჩატარებული 10-12 დღის წინ და ჩემს ცხოვრებაში ახალი ცნობები შემოვიდა, ახალი შეიძლება ითქვას განათლების მიმართულება შემოვიდა და ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის გიორგი მაჭარაშვილს. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც უამრავი ომი გადაიტანა. ჩვენ ვართ ის ერი, რომელმაც ყველგან შეიძლება ითქვას იერუსალიმში, რომში, კონსტანტინოპოლში თუ სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას წაიღო და უნებლად დააბრუნა ქვეყანაში ქართული დროშა. ჩვენ ამ თემაზე გაცილებით უფრო კარგად, კომპეტენტურად, გულისხმიერად ჩაგვახედებს ბატონი გიორგი მაჭარაშვილი. მოგესალმებით, გაგახაროთ ღმერთო. მოგესალმებით, გმადლობთ მოწვევისთვის. ოღონდ ერთ შენიშვნას წამოვიდგეთ თუ შეიძლება. არა ვარ ცნობილი ისტორიკოსი. თქვენ ძალიან ცუდად მოვიწეთ ცნობილი ისტორიკოსი გიორგი მაჭარაშვილი, მე არა ვარ ცნობილი ისტორიკოსი. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საქართველოს ისტორიულ ეროვნულ დროშაზე, რომელიც ცნობილია გორგასლიან დავითიანი დროშის სახელით. თვითონ აი ამ გადაცემის სახელი რეალური ისტორია. რას გვეუბნება, რომ ჩვენ რაც ობიექტური რეალობა, რაც გვგონია, იმაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? მაგრამ თავისთავად ისტორია ისეთი რამ არის, რომ ისტორია არის დაუსრულებელი პოლემიკა. ჩვეულებრივი ამბავია, რომ ამა თუ იმ საკითხზე ისტორიკოსებს ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ. აი ჩვენი ქართული ეროვნული სიმბოლიკის შესახებაც ასეთი ვითარება გვაქვს. ჩვენი მეცნიერები
სხვადასხვა პოზიციაზე არიან, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენი მეგობარი ისტორიკოსები, ზოგი სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაბრკოლებს, პირიქით ეს კარგიც არის, რომ განვითარდეს საზოგადოებრივი აზრი, უნდა განვითარდეს კვლევები ამ მიმართულებით, ასე რომ ეს წინააღმდეგობები, ეს დისკუსია, ეს პოლემიკა, რაც სპეციალისტების წრეში არის ეროვნულ სიმბოლიკასთან დაკავშირებით, ეს განსხვავებული აზრები, ვიმეორებ, გვეხმარება წინსვლისთვის. მე წარმოგიდგენთ ჩვენეულ ხედვას საქართველოს ეროვნულ სიმბოლიკასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიგვაჩნია ჩვენ რაში არის საქმე. საქმე ის არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ეროვნული დროშის დეტალური აღწერილობა ქართულ წერილობით წყაროებს არ შემოუნახავს. გვაქვს ძალიან მწირი ცნობები. ამასთან პრობლემა არის ისიც, რომ დღემდე ვერ იქნა მიკვლეული ისეთი უცხოური საისტორიო წყაროები, რომლითაც აი ამ დანაკლისის ანაზღაურება მოხდებოდა სრულად. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის აღდგენა დიდწილად სწორედ უცხოური წყაროების მიხედვით გვიხდება, იმიტომ რომ ამდენი ძნელბედობის გამო უამრავი ქართული საისტორიო წყარო დაიკარგა და აი ჩვენი მეცნიერები უცხოურ წყაროებში ეძებენ და პოულობენ ძალიან საინტერესო ცნობებს საქართველოს ისტორიის შესახებ. აი საქართველოს ეროვნულ დროშას, გორგასლიან დავითიან დროშას რაც შეეხება, ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ ისეთი უცხოური წყაროები, რომლებიც აი ამ დანაკლის აანაზღაურებდა, რაც ჩვენ გვაქვს. ეხლა რატომ მოხდა ისე, რომ ქართულ საისტორიო წყაროებში რაც შემორჩენილი გვაქვს, არ არის ამ დროშის დეტალური აღწერილობა. ამ დროშას ყველა იცნობდა, დიდი და პატარა. ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს დროშა გამოქონდათ აღლუმებზე, დიდ დღესასწაულებზე, საეკლესიო დღესასწაულები იქნებოდა თუ საერო დღესასწაულები, მეფის კურთხევის წესი იქნებოდა თუ დიდი დარბაზობა, ანუ ყველა მიცოდა როგორი იყო ეს დროშა და ის რაც ყველა მიცოდა, ეხლა ქართველ მემატიანებმა არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მაინცა და მაინც ამის შესახებ დეტალური აღწერილობა მოეცათ წყაროებს, თხზულებებში. აი მაგალითად მეფედ კურთხევის დროს ასეთი წესი იყო, რომ სამეფო დროშა, დიდი სამეფო დროშა უფლის წულს, როდესაც იგი ცერემონია მიემართებოდა დიდ საკათედრო ტაძარში, სადაც ხდებოდა მეფის კურთხევა, ეს დიდი სამეფო დროშა მას წინ მიუძღვოდა. შემდეგ უშუალოდ აი მეფის კურთხევის დროს ამბიონზე აღსავლის კართან, კანკელის წინ, როდესაც იდგა ტახტის მემკვიდრე, აღსავლის კარის ერთ მხარეს სამეფო შუბი უნდა აღმართულიყო, მეორე მხარეს სამეფო დროშა. ძალიან საინტერესო ტრადიციები ყოფილა საქართველოში ეროვნულ სიმბოლიკასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, არსებობდა ასეთი ტრადიცია, რომ სამეფო დროშის წინ ენთო სანთელი, ჩაუმქრალად ენთო სანთელი, ერთ-ერთ ძველ ტექსტში ვკითხულობთ, რომ არ ვისუხილავს დავსილი მისი დროშის სანთელი, ანუ სანთლის დავსება, სანთლის ჩაქრობას ნიშნავს. ნუ სიწმინდეა, ერთ-ერთი სიწმინდეა და ფასეულობაა ჩვენი ქვეყნისთვის დროშა. დიახ. სიმბოლიკა. ეს არის ერის იდენტობის გამომხატველი ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, ეროვნული დროშა. და თქვენ სწორად ბრძანებთ, დროშებში იყო საქართველოში ასეთი ტრადიცია, რომ ჩამაგრებული იყო ხოლმე წმიდა ნაწილები. აი როგორც დღეს აი ოდიკში რო არის ხოლმე ჩამაგრებული წმიდა ნაწილი, ასე იყო დროშების შემთხვევაშიც, დროშის ბუნში იყო ხოლმე ან დროშის ბუნიკი, ანუ დროშის ტარს რო ზევიდან ედგებოდა. ორნამენტი. იქაც მაგალითად გვაქვს ანდრონიკაშვილების დროშა შემორჩენილი, რომლის ბუნიკშიც ეს ბუნიკი არის მოოქროვილი ვერცხლის ჯვარი, იქ არის სანაწილე კოლოფი. ანუ ჩვენ ასე ვფიქრობთ, რომ რადგან უფრო დაბალი რანგის დროშების შემთხვევაშიც საქართველოში ქართული ტრადიციით წმიდა ნაწილები გამოიყენებოდა, დროშებში იყო ჩამაგრებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გორგასლიან დავითიანი დროშის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, იმიტომ რომ იერარქია არსებობდა, მოგეხსენებათ დროშებს შორის, ეს უფრო აღმატებული დროშა იყო.
და რადგან მასე უფრო დაბალი რანგის დროშებს მიაგებდნენ ასე პატივს რომ სანთელიენ თუ ამ დროშების წინ და ჩაუმქრალი სანთელი ვფიქრობთ რომ გორგასლიან დავითიანი დროშის შემთხვევაშიც ასე იქნებოდა ეს დროშა იყო უმაღლესი სამეფო ხელისუფლების აღნიშნული ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, აი როგორც სამეფო გვირგვინი, სამეფო სკიპტრა, დღეს ყველა შეუძლია რომ დროშებით ირბინოს ქუჩებში, მაშინ ასე არ იყო, სამეფო დროშა, დიდი დროშა, მხოლოდ მეფეს ჰქონდა და მეფე გადასცემდა მას თავის ტახტის მემკვიდრეს. აი საქართველოში არსებობდა ასე ტრადიცია, რომ მეფეს უნდა ჰქონდა ორი დროშა, ეს რას ნიშნავს, რომ სხვა ყველას ერთი დროშა. ახლა რატო უნდა ჰქონდა მეფეს ორი დროშა? ერთი დროშა ეს იყო უფლისწულობის დროინდელი დროშა, ანუ ტახტის მემკვიდრეს მისი საუფლისწულო მამული რო ქონდა, თავისი საუფლისწულო დროშაც ქონდა და მეორე დროშა, ანუ დიდი დროშა, გორგასლიან დავითიანი დროშა გადაეცემოდა მას უშუალოდ, როდესაც ტახტზე ადიოდა, როდესაც უნდა ეკურთხებინათ მეფე. ეროვნული დროშა. კი, ყველა ამ დროშას ვერ აფრიალებდა, ყველას არ ქონდა ამ დროშის ფრიალისუფლება, როგორც თქვათ, სამეფო გვირგვინის ან სამეფო სკიპტრის დაჭერის უფლება და იყო ასეთი გამონაკლისის შემთხვევებიც, რომ რა შემთხვევაში გადასცემდა მეფე ამ დროშას სხვას, მაგალითად სარდალს, ხო? როდესაც მეფე პირადად არ გადიოდა ბრძოლის ველზე, მოგეხსენებათ ქართველი გვირგვინოსნები პირადად იღებდნენ მონაწილეობას ბრძოლებში წინა ხაზზე, ხელმძღვანელობდნენ ქართულ ლაშქარს, როდესაც ისეთი შემთხვევა იყო, რომ მეფე არ გადიოდა ბრძოლის ველზე, როდესაც ქალი იყო ტახტზე, თქვა თამარი ან რუსუდანი, ამ შემთხვევაში მეფე დროშას აბარებდა მთავარ სარდალს. დროშა იყო ხოლმე უშუალოდ მეფის ან მთავარ სარდლის ამალაში, ანუ ყველაზე დაცულ ადგილას და უფრთხილდებოდნენ ძალიან აი ამ დროშას, ძალიან დიდ პატივს. ეთანხმებით. დღესაც კი ბევრისთვის და ბევრი მამულიშვილისთვის დროშა პატრიოტების განსახიერება, ერთგულების, პატრიოტიზმის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დიდი სიწმინდეა და ასეც უნდა იყოს. თქვენი შეხედულებით აი ამ წყაროებიდან გამომდინარე, როგორი ფორმა ჰქონდა, რა იყო მასზე გამოსახული, როგორი ფერი იყო, როგორი იყო და კიდე ერთ რამეს დავამატებდი ჩემ კითხვას. აი გორგასლიან დავითიანი, ეს სხვადასხვა დინასტიაა, ხო? ერთი ფარნავაზიანი არიან და მეორე კიდე ბაგრატიონი. შესაბამისად ამ ორმა დინასტიამ შესაბამისად ერთი დროშა შეიძლება ითქვას, რომ გამოიყენა და გორგასლიანთა დროშა მერე უკვე ბაგრატიონებს ჰქონდათ. დიახ, სწორად ეს ეხლა ერთ კითხვაში 3-4 მიმართულება შემოგთავაზეთ და კი ბატონო. მოგეხსენებათ ბაგრატიონები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ისინი იყვნენ ვახტანგ გორგასლის სამეფოს სამართალმემკვიდრენი. აი მაგალითად თამარის ისტორიკოსი პირდაპირ წერს, როდესაც აღწერს თამარის მეფედ კურთხევას, რომ დადგეს ტახტი ვახტანგეთი, ანუ ვახტანგ გორგასლის ტახტი. რომ ბაგრატიონებს დავით მეფეს ამათ ჰქონდათ გორგასლიანი დროშა. რატო უსვამდნენ ასე ხაზს ბაგრატიონები, რომ ეს გორგასლის ტახტი იყო, ეს გორგასლის დროშა იყო, იმიტომ რომ მისი სამეფოს სამართალმემკვიდრენი იყვნენ. აი ერთი საქართველო, ერთი ერი, ერთი ხალხი, ერთი მოდგმა, ერთი სარწმუნოება და ერთი იდეა. ოღონდ მოხდა რა, რომ ვახტანგ გორგასლის შემდეგ მოგეხსენებათ ისე წავიდა ჩვენი საქმე, რომ სპარსეთმა გააუქმა ქართლში მეფობა, სპარსელებისა და ბიზანტიელების შიშით თუ რიდით ქართველებმა ვეღარ გაბედეს ის, რომ ოფიციალურად მეფედ წოდებულიყო ქართული სახელმწიფოს მეთაური, ამიტომ ერისმთავრები ეწოდათ მათ. და შემდეგ ისე არაბობის დროს უკვე როდესაც ახალი ქართული სამეფო სამთავრობი წარმოიქმნა და შემდეგ გაერთიანდა საქართველო, ეს საქართველოები ერთ დიდ საქართველოდ გაერთიანდა. აი ეს ოფიციალური პოლიტიკური იდეოლოგია იყო ასე და ნამდვილადაც ასე იყო. ერთიანი საქართველო იყო ვახტანგ გორგასლის სამეფოს სამართალმემკვიდრე სახელმწიფო. სხვათა შორის აი გორგასლიან დავითიან დროშას ქართულ წყაროებში, ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ წიგნში ეწოდება ასევე ბაგრატონური დროშა. ეს ორნაირად შეიძლება გავიგოთ. ანუ ბაგრატიონთა დროშა ასეც და მეორენაირად როგორც ბაგრატ მესამის დროშა. მოგეხსენებათ ბაგრატ მესამე ერთიანი საქართველოს პირველი მეფე. აი ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ეს დროშა გორგასლიან დავითიანი დროშა, ანუ ბაგრატონური დროშა ვერ იქნებოდა
გორგასლის დროინდელი, იმიტომ რომ მტრებს ვერ გადაურჩებოდა ეს დროშაო, შემოსეულ მტრებსო, მაგრამ ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს. საქართველოს საერთოდ რომ ცალყოლოდა მტერი, ხო? ეხლა მე-5 საუკუნეში რანაირად უნდა დაამზადო დროშა, რა ქსოვილით უნდა დაამზადო ის, რომ საუკუნების მერეც შესაძლებელი იყოს მისი აფრიალება და გაშლა, ხო? ანუ გამოდის რომ დროშის განახლება ხდებოდა, მაგრამ რაღაცო იწოდებოდა მაშინ ეს დროშა გორგასლიანად, თუ კი უშუალოდ ქსოვილი ის არ იყო და გამოსახულებაც სხვა იყო. ესე იგი, არსებობდა საქართველოში ეროვნული დროშის უცვლელი სახით განახლების ტრადიცია. ანუ ბაგრატიონები ხაზს უსვამდნენ თავის სამართალმემკვიდრეობას, რომ ის გორგასლის სამართალმემკვიდრე. ანუ ფერი, ორნამენტი, გამოსახულება, სიწმინდე, მიმართულება, იდეა, მაქსიმალურად ცდილობდა. უნიკი, მაგალითად იგივე რჩებოდა და ეს ქსოვილის შეცვლა ლოგიკურიც არის და ალბათ ოპტიმალური. რაც შეეხება დროშის ფორმას, როგორც ჩანს დროშის ფორმა შეიცვალა მაინც, აი რატო ვფიქრობთ ასე. ვიდრე არაბები გამოვიდოდნენ ისტორიის ასპარეზზე, დროშები იყო ლაბარუმის ტიპის, ანუ ზევიდან ქვევით იყო ქსოვილი ჩამოფენილი დროშის. აი როგორც საეკლესიო დროშებზე რო არის ახლა. და შემდეგ უკვე ესე ჰორიზონტალურად არის დამაგრებული, ანუ ტარის ვერტიკალურად არის დღეს პრაქტიკულად ყველგან და მაშინ იყო ვერტიკალურ ჯოგზე ჩამოკიდებული. კი, მაშინ ზევიდან ქვევით იყო ვერტიკალურად დიაგონალური საკიდებით თვითონ ეს დროშა ოთხკუთხა სულილება როგორც ჩანს ასეთი სახის სულილება განიცადა დროშა, მაგრამ აი გამოსახულება რაც იყო მასზე, რა. როგორც ჩანს, იყო ასეთი ტრადიცია საქართველოში, რომ როდესაც გაცვდებოდა ძველი დროშა, გაიცრიცებოდა, მაქსიმალურად მიახლოებულს ასლს ამზადებდნენ აი ამ დროშის. ერთ სიტყვი კიდევ თქვენ ნებართვით მედროშეების შესახებ. აი გვაქვს სხვა ცნობები, რომ წყაროებში რომ ეს მედროშეობა ძალიან საპატიო საქმე იყო და ეს მემკვიდრეობით გადაეცემოდა ეს. აი მაგალითად ცნობილია ხერხეული ძეები ძველი მედროშეებიდან. ასევე ძველი მედროშეებიდან ცნობილი არის ჭანტური შვილები იყვნენ მედროშეები ასევე. ცნობილი არის ასევე ნორიოელი ჭიჭინაძეები იყვნენ მედროშეები, მათ რუსთველის დროშა ებარათ და ჩვენ ვიცით როგორი წესი ჰქონდათ მათ დროშის დაცვის. ყველაზე საუკეთესო მხედარი ვინც ყავდათ, იმას ჩააბარებდნენ დროშას, ყველაზე კარგ ცხენზე შესვავდნენ ამ მედროშეს და მთელი დანარჩენი ჭიჭინაძეები გარშემო შეემოერტყმებოდნენ აი ამ მედროშეს. და ბრძოლის ველზე ასე იცავდნენ დროშას და რატო უნდა ყოფილიყო ეს ცხენი საუკეთესო და მხედარი, იმიტომ რომ თუ თქვათ ბრძოლის სასწორი მტრის მხარეს გადაიხრებოდა, რომ დროშა მტერს არ უნდა ჩავარდნოდა. დროშის დაკარგვა დიდი დანაკარგი იყო. სწრაფად უნდა გამოეტანათ ბრძოლის ველიდან დროშა და აი საქართველოს მთამ შემოგვინახა ასეთი ტრადიცია, რომ როდესაც დროშა უნდა გამოებრძანებინათ, აი ვინც მედროშეები იქნებოდნენ, ხო? ისინი ინახავდნენ მარხვას და ეს ლოცვით იყვნენ და სიწმინდით ცხოვრობდნენ უშუალოდ იმ პერიოდში მაინც როცა ამ დროშას უნდა შეხებოდნენ. გვაქვს პორტუგალიაში დაცული ცნობა იმის შესახებ, აი როგორ უფრთხილდებოდნენ ჩვენს ეროვნულ დროშას სიმონ პირველის დროს. გვაქვს ასეთი გადმოცემა, რომ ან დროშის მამდეგები ეწოდებოდათ, ანუ ვინც დროშასთან იდგა, რომ ეს დავით აღმაშენებლის დროს დაწესდა ეს თანამდებობა, რომ ეს იყო ძალიან წმინდა და დიდი საქმე. ჩვენთვის, ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი საამაყო, ეხლა თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საამაყო ოჯახი, ერთ-ერთი საამაყო გვარი არის მოგეხსენებათ მარაბდელი 9 ძმა ხერხეულიძის ოჯახი. და ამ ოჯახში სწორედ აი მედროშეები იყვნენო დედა და და დროშის ხელშიჭერას შეეწირა და ისინი ერთად ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი წმინდა ოჯახი სავარაუდოდ კაცობრიობის მართლმადიდებლური ქრისტიანული კაცობრიობის ისტორიაში 11 სულიანი წმინდა ოჯახია. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას გნებავთ რაოდენობრივად და გნებავთ სულიერებით იშვიათობაა ისტორიაში და ისინი მედროშეები იყვნენ. სულ ბოლოს, როდესაც 9 ძმა დაიღუპა, დედამ შემდგომ კი დამ აიღო დროშა და ზეაღმართა. 1620-იან წლებში, 1624-25 წელს თუ არ ვწდები და ჩვენს ეპარქიაში, მანგლისისა და თეთრი წყაროს ეპარქიაში არის სოფელი მარაბდა. მე ყველას მინდა გთხოვოთ მოილოცოთ ეს ეკლესია და ნახოთ ეს საოცარი ადგილი, მემორიალი, მარაბდის ველი, სადაც როგორ გარდაიცვალა 9 ძმა ხერხეულიძე, იქვე არიან დაკრძალული, იქვე არის მათი საფლავის ქვები.
და იქვეა დედისა და დის საფლავი. შესაბამისად საოცარი სანახაობაა და აამაღლებს თქვენ სულიერებასაც, თქვენ პატრიოტიზმსაც. ეხლა შევისვენოთ ცოტა ხნით და შემდგომ შესვენების შემდეგ სარეკლამო ჭრის მერე დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს დროშას. გაგაძლიეროთ ღმერთმა. დიდი მადლობა.